რომ არა ჩვენი ერთგული მაყურებელი სახალხო კონტროლი არ იქნებოდა ის გადაცემა, როგორიც არის. Მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წერილებიდან გამომდინარე დგინდება ჩვენი სამიზნე და ჩვენი ის საინტერესო რეპორტაჟები, რომელიც შემდეგ გადის სატელევიზიო ეთერში. ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. კოიოტი, ვასკა და ციდა. ეს კვების ობიექტებია: ბარი კოიოტა, სუპერმარკეტი ვასკა და საკონდიტრო ციდა. დღეს ბათუმში. ესე ამოდის იქ კანალიზაცია. ჩვენ ამის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია და ვერ დავიჯერეთ სიმართლე გითხრათ, მაგრამ დაანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეხა ამას შეხედეთ. აი ეს ყველაფერი არის დანიშაული, აი. როგორც კი გადამღები ჯგუფი შემოვიდა, სწორედ მაშინ ჩამოვიდა ქალბატონი და დაიწყო ამ ეტიკეტების დაწეპება. აი, ნახეთ, აი, კონდენსატი, აი, კონდენსატი, რას ნიშნავს? ვადები არა აქვს? ვადები, ჭადები არა. იმდენად კონდენსატია, აი ამასაც კი აქ დასხმული, აი ნახეთ. ეს დღევანდელი არ არის. გამორიცხულია. გასარეცხად წაგეღოთ და შედევით მაცივარში არ აძირფასო. თქვენ ამაში სხვა პროდუქტი უნდა ჩაგეწყოთ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ნომერი 21, ყოფილი ლენინი. აი ესეთი გარემო დახვდა, ეს არის კოიოტ ბარი. ჩილიმ ბარია, იმიტომ ხედავთ, რომ აგერ არის ეს ჩილიმები, სიმპათიური დივანია, რბილი, მაგიდები. მოდით შევიდეთ, ვნახოთ ასევე დარბაზი. აი ესეთი სიმპათიური გარემოა, მაგრამ ის წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, სულაც არ არის სიმპათიური, იმიტომ რომ აღწერილია ისეთი სიტუაცია, რომელიც რა თქმა უნდა არ არის დასაშვები, მაგრამ ამას თქვენ უკვე მადონას რეპორტაჟიდან ნახავთ. აქ არის საპირფარეშო. და ეს არის ეს. სამზარეულოს მერე გაჩვენებთ, აი ეს. ეს არის სამზარეულოს დამხმარე ტერიტორია, უწყვეტი კადრით განახებთ ახლა როგორ შემოვედით, ძალიან სწრაფად შემოვედით, იმიტომ რომ ქონდა ინფორმაცია, რომ როდესაც მოდიან მაკონტროლებლები ეს ტერიტორია იკეტება და ამბობენ, რომ გასაღები არ აგვაქვთ. აი აქ არის კოქტეილისთვის გასაკეთებელი ყინულები, ეს არის ბარი, აქ გამოდის პროდუქცია, ეს არის ჩვეულებრივად სამზარეულო და აი ნახეთ, სამზარეულოში ვარ უკვე. და ეს არის აი ტერიტორია, რომელიც დამხმარე ტერიტორია, სადაც სტაფი შედის და აი ესე ამოდის იქ კანალიზაცია. ჩვენ ამის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ქონდა და ვერ დავიჯერეთ სიმართლე გითხრათ, მაგრამ დაანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, სუნიარი, აუტანელი და საზიზღრესი და ამას აუცილებლად ჩვევა უნდა, ამას არ ვიცი, ამოვსება უნდა, დაკეტვა უნდა, ჩაკეტვა უნდა. აი ეს კონდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, არა სამზარეულოში. გავამახვილებ თქვენ ყურადღებას. არა სამზარეულოში. აი, ნახეთ, სამზარეულო და ეს არის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთი კორიდორია. კორიდორი უბრალოდ ერთია და რა თქმა უნდა, იქიდან გამოსული. აი, დღესაცმელებსაც აქ ინახავენ და სტაფიც აქ შედის. აი, ეს არის რატომაც აქ მოვედით. ანუ თვითონ გადის კანალიზაცია, თვითონ ფუნქციონირებს, მოტორი არის სპეციალურად დაყენებული და გადადის კანალიზაცია. მაგრამ მე როგორც მითხრეს, ამოდის პერიოდულად. აი, არა, არ მინდა წყალის მოშვება, მაგრამ სტაფი ხო აქ შედის საპირფარეში. ეს საკეტილია ეს კარები და არ შემოდის იქ ორიგის საკვებ. ფეხსაცმელები აქ არის და ფაქტიურად მაინც შემოდიან. რამდენი ხნის არის ეს საკეტილი მაქვს ეს კარი? ესეც დიდი ხნის არის ლიმონათი, ეს ლუდე. ხო, მაგრამ ლიმონათი ხო გაგაქვთ? ანუ არ შემიძენია ნახევარი წელია აქ მიდევ. დეკემბრამდეა ქვა და პროდუქტი ვადიანია, თავისთავად გამოყენება. ეს არის მენიუ. იცით რა მაინტერესებს? საკომისიო პროცენტი გააქვთ? მომსახურები? დიახ. 15%-ია. ხო, რატო წერია აი აქ ბოლოში, რომ ვერავინ ვერ და აი ხა რო ნახავს ადამიანი იტყვის, რომ პროცენტი აღარ არის, მით უმეტეს რომ უკვე თუ დათვალიერება უნდა მენიუში ისე. ანუ შეიძლება აქამდე ვერ მივიდეს ბოლომდე, სადაც 15% გიწერიათ. აი ეს არის სატყუ არა, იმიტომ რომ შე რო გონია რომ 17 ლარი ღირს ხაჭაპური, სინამდვილეში შეიძლება 25 ლარიც ღირდეს, ხო? ნუ რაც გამოდის ის არის. ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ის
ახალი წესები, რომელიც შემოვიდა კვების ობიექტებთან დაკავშირებით, რომ საკომისიო პროცენტი უნდა შედიოდეს უკვე მენიუს თანხაში, ეს არის მიღებული, მაგრამ ეთყობა დასჯადი არ არის, იმიტომ რომ მაინც ამატებენ ამ პროცენტებს და აი ესე ხშირად ჩვენ მომხმარებლები მე ვრჩებით უკმაყოფილოები, რომ ერთ თანხაზე ვფიქრობ და სულ სხვა გამოდის. რა გითხრათ, აქ საკმაოდ სიმპათიური გარემოა, მე მომწონს მუსიკა, ცოტა საახალწლო დეკორაცია, მე ესე მეჩვენება, მაგრამ ასუფთავებენ ღამე ალბათ აქ ცხოვრება ჩქებს, არის სარკე, რომელიც ყოველთვის ალამაზებს ინტერიერს, რა თქმა უნდა, სასმელები და ასე შემდეგ. გარეგნულად ყველაფერი კარგია. ჩილიმბარი არის, მაგრამ ნუ რაღაცაებს მაინც აკეთებენ, იმიტომ რომ აი პროდუქტი არის სამზარეულოში, როგორც წესი, ანუ აი ესეთ ბარებს აქვთ ძალიან მცირე ასორტიმენტი. პიცა, ხაჭაპური და სხვადასხვა, თქვათ, კერძები მაინც მზადდება. ეს ალბათ მექსიკურისთვის არის სანელებლები. 6.08 რას ნიშნავს? ხა ვეცდები რომ რიცხვი ვნახო. აი, ნახეთ 05 არის 26, ეს არის გამოშვების თარიღი, 30.05.26 ეს არის გამოყენების ბოლო ვადა. ეგ იმ შემთხვევაში თუ კი ვაკუუმი არ არის დარღვეული, თუ კი ვაკუუმი დარღვეულია 3 დღე აქვს ძირითადად შენახვის ვადა და დღეს არის 3 რიცხვი, ანუ 1-4 დღის ვადა გასულია. აქ ყველი არის სხვადასხვა სახეობის, ნუ ამასაც ვადები უნდა ეწეროს. აი, ეს მაცივარი მომწონს, გაპრიალებული, გაწკრიალებული სუფთა არის, კუთხეების სუფთა არის. ანუ ფაქტიურად ყველაფერი ქონიათ, ხორციც ქონიათ, ყველაფერი ქონიათ, მწვადებიც ქონიათ. კოიოტ ბარის სველი წერტილებით შევამოწმოთ, აგერ მამაკაცებში, ეხლა არავინ არ არის, მე როგორც გითხარით, ეს არის ღამის ბარი. იცით რა გითხრათ? აი, მინდოდა მეთქვა, რომ სუფთა სანამ არ დავინახე, აი ეს ნიჟარან. შეხედეთ ამ ონკანს. აი შეხედეთ, როგორი დაჟანგულია. აი ძალიან აი არაესთეტიკურია, როდესაც აი ესეთ ონკანს ეხები. თუმცა არის ნამდვილად თხევადი საპონი და არის ჩვენ ვხედავთ, რომ არის ხელსახოციც, აი სუფთავაზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მეტნაკლებად სუფთად ჩას, მაგრამ აი ეს დეტალები ქმნიან საერთო შთაბეჭდილებას. აი ახაც პროდუქტები გაქვთ. მაცივარის ტემპერატურა მაცივრი შეგიძლიათ მოჩვენოთ? ეს გუში ხელოსანი მყავდა. იმიტომ რომ აშკარად პრობლემა აქვს მაცივარს. აი ეს თავ დაუხურავი, ნახეთ? როგორ შეიძლება? აი ეს არის დანაშაული. აი თქვენ თვითონ ნახეთ, მოგწონთ? ეხლა თქვენ თუ წაიკითხეთ, გამოყენების ვადა არის, აი 26. კი ბატონო. დღეს რომელი თვეა? მე-6 თვე. ანუ ესეც ვადა გასული გვაქვს, ხო? მიყიდია ვადა გასული პროდუქცია. დღეს არის ღია? დღეს არის 3 ივნისი. 3 ივნისი. გამოშვებული არის, ახლა კამერას მინდა 11.04.26, ვადა აქვს გასული პირველი 05.26. თვეზე მეტი აქვს ვადაა გასული. და 2 დღის მოტანილი მაქვს აგერ მაგ ბაზარი მიწერია 2 ნაზილბეში აი. სადაც აქვს ნაყიდი? ნაზილბეში. ანუ ნაზილბეში ვადები უნდა გადავამოწმო. ეს არის უკვე მით უმეტეს ესეთი მაიონეზიან ნაზ соуსების ნაზ პროდუქტს, აი ნამდვილად ჟანგი და ესეთი გაფუჭებული, აი ესენი მასები, რომელიც გარედან არის მართალია, მაგრამ მიკრობები ისეთი საზღარი ვინმეები არიან. კარებს რო დაუკეტავთ, ფანჯრიდან შემოდი. აი, ვიპოვე ჩემი მეგობარიც, ვისაც ვეძებდი. მოდი ერეკლე, აი. გამოძრა. ეს დავინახე მაცივარში, პაწაწუნა მიგნესილი ტარაკანი და იმიტომ დავეჭ. აი ნახეთ. აი, დავბრუნდეთ. და რატო ვეძებდი? აი აგერ შეხედეთ, აი ისეთივე პაწაწუნა ტარაკა. არა, შიგნით არ არის. შიგით რო ყოფილიყო 10 ჯერ ვიპოვიდი. ეს უბრალოდ რო გააღეს, გადმოძრა და დაახურეს და გარდაიცვალა, მიცვალა. მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ აი აქედან გამომდინარე მე დავეჭვდი და დაუწყე ძებნა. შენიღო დეზინფექცია თან გადმოსული. ფაქტი ეგ არის. აი თქვენ თვითონ ხო ნახეთ, ესე იგი საკმარის კონცენტრატს არ აკეთებენ, ძალიან გიღალატეს, თქვენ ფული გადაიხადეთ და მე ნახეთ არ აკეთებ. რაც მე არ მომწონს, აი ეს არის
აი ეს შენახული ისინი, რა ქვია, ზეთები. კი. ესენი საღამოს უნდა გადაასხათ. ეს არის უკვე საწამლავი. აი ნახეთ, ასეთი ტაფაც არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში და აბსოლუტურად აი ყველა ზეთი არის შენახული იმისთვის, რომ მეორად იყოს გამოყენებული. ჩვეულებრივი ზეთია, რომელიც ერთი გათბობის შემდეგ აუცილებლად უნდა გადაიღვაროს და ახალი იყოს ჩასხმული. ანუ ეს ზეთი ყველა გაქვთ გადასაყრელი სასწრაფოდ. ძალიან უარყოფითად თუ არ განწყობილი ხოლმე, როდესაც ერთ ნიჟარაში ირეცხება, თქვათ, ჭურჭელი და ასე შემდეგ და მერე მეორე ნიჟარაში აწყობენ და რატო? აი ასეთ სამზარეულოში და რატო? იმიტომ რომ მერე რამე რო დაჭირდებათ აქ და დაიწყებენ რეცხვას, აი ის წყლის შხეფები სურის უკვე კი ბატონო. ჩემს უკეთესად იცით ყველაფერი. ყველაზე დიდი პრობლემა აქ რაც არის, ეს არის კანალიზაციის ღრმული, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს ძალიან დიდ რისკ ფაქტორს. დიდი ხანია ეგეთი სიურპრიზები ობიექტზე არ დამხვეწე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ ვეწვიეთ კოიოტ ბარს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ნომერი 21 და თქვენ უკვე ნახეთ, რომ ის ინფორმაცია, რომელზეც მოგწერეს, დადასტურდა გარეგნულად, ნამდვილად, ვიზუალურად მომხმარებლებისთვის სასიამოვნოდ გამოიყურება ეს ბარი, წუნს ვერ დაუდებ, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იყოს მოწესრიგებული სამზარეულოში, საკმაოდ თქვენ თავად ნახეთ და შეაფასეთ. ბათუმში, უფრო კონკრეტულად კი ურეხში, ვარშანიზის ქუჩაზე არის საკმაოდ დიდი სუპერმარკეტი ვასკა, რომელშიც ასევე განთავსებულია საცხობი, საკონდიტრო და აი ეს არის დღეს ჩვენი მიზანი. აქ შევდივართ და აბა ვნახოთ როგორ პირობებში ამზადებენ პროდუქციას. ნახევარფაბრიკატები ძალიან კარგად იყიდება და დიდი მოთხოვნა არის. აი პილმენები ნახეთ როგორ მზადდება, ქალბატონები ხელთათმანებში არიან. ამ პროდუქტს თქვენ თვითონ აკეთებთ? კი, მე მომიტანებში ის პრობლემა მაქვს. თქვენი საჭმელია თუ? ჩვენი საჭმელია საფუძვლად. კარგით, ეს თქვენი საჭმელია, მაგრამ ეს 2 ლიტრიანი ბანკებში რა არის? ბატონო? როცა შემოდის პროდუქტი რო არ გაფუჭდეს, ანუ აკონსერვებ. და იცით რომ თქვენ დაკონსერვების უფლება არ გაქვთ, იმიტომ რომ რისკ ფაქტორს წარმოადგენს და ავტოკლავი უნდა გქონდეთ და თავისი ტექნოლოგიური ციკლია და ის უნდა გაითვალისწინოთ. სახლურ წესით მომზადებული პროდუქტის რეალიზაცია აი ასეთ საზოგადოებრივ ობიექტში აკრძალულია, რომ იცოდეთ და ტექნოლოგიური ციკლი მაშინ გაწერილი უნდა გქონდეთ. შოკ მაცივარი არის. ელემენტარულად თავზე გადაფარებული უნდა იყოს, აი ეს სტელაჟებზე დადება ყოვლად დაუშვებელია და არასწორია, მით უმეტეს, როდესაც ღია ვარიანტში კონდენსატი, აი ჭერზე შეხედეთ, აი კონდენსატი, აი კონდენსატი, რას ნიშნავს, მაგრამ მაგას თავი დაანებეთ, აგერ შეხედეთ, აი ეხა ეს რომ ამოდით ამას უკან გავწევ, ცოტა რო არ ჩავასხა, მაგრამ აი ნახეთ, აი ბოლოს აი მოვლენებს დავაჩქარებ. აი ეს ეხა ამის ესეთი კონდენსატის დასხმული პროდუქცია ჩემამდე რომ მოვიდეს სამზარეულოდან არანაირად არ მინდა. მაგრამ ნახეთ, მე აი აქ გავაკეთე, მაგრამ აი აგერ ნახეთ დაწვეთებული დანაწვეთები როგორ არის. მით უმეტეს, როდესაც არის აი ესეთი სამეზობლო კოტლეტი გამზადებული და აი ნახეთ, აი ესე ჩაყინული ქათმის ფრთები, აი ყოლა დაუშვებელი, არასწორია. აი ხაც ნახეთ, აი ყველგან აბსოლუტურად კონდენსატია. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ასე ღია მდგომარეობაში იყოს პროდუქტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ობიექტზე იყოს მთლიანობა დაცული, რომ აი ზუსტად მტვერი და იმის დაგროვება რო არ ხდებოდეს. მოდით დავათვალიეროთ ნამცხვარი. აბა ვნახოთ აი ეს ეტიკეტები ჩამოიტანეს, როდესაც ჩვენ შემოვედით, ჩვენ რო შემოვედით, დაიწყეს ეტიკეტების დადება. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არის 3 ივნისი და აქ ასევე არის 2 ივნისიც, ეჭვი მაქვს, რომ ალბათ გუშინაც დაიდო ეს ეტიკეტები. ამიტომ ვერანაირად ვერ დავაბრალებ, უბრალოდ ისე დაემთხვა, რომ როგორც კი გადამღები ჯგუფი შემოვიდა, სწორედ მაშინ ჩამოვიდა ქალბატონი და დაიწყო ამ ეტიკეტების დაწეპება. ამჟამად უკვე არის ეტიკეტი და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ნამცხვარი არის დღეს დამზადებული. ხოლო აი ეს პავლოვა, ანუ ჩვენებურად ბეზე 2 ივნისს. გარეგნულად რა გითხრათ, საკმაოდ დიდი ნაჭრებია. 5 ლარი ღირს ეს დიდი ნაჭერი მაგალითად. მოდით აქაც დავათვალიეროთ საცხობის პროდუქცია.
საცხობის პროდუქციას არ ვიცი, შეიძლება არც არის სავალდებულო რომ იყოს თარიღები, იმიტომ რომ ყველაფერი დღევანდელია, ცხელ-ცხელი გამოაქვთ და ყიდიან, სუფთა მინა ნამდვილად საცხობის პროდუქცია არის საკმაოდ კლასიკური, ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური. და იქ არის უკვე ნახევარ ფაბრიკატები, რომელსაც იგზევით სამქროში ამზადებენ. სისუფთავია, სისუფთავის მხრივ ნამდვილად არანაირი პრეტენზია მე პირადად არ მაქვს, იმიტომ რომ ხედავ, რომ ეს გაყინული პროდუქცია დევს სუფთა დახლებზე, გადაფარებულია, ზოგი არა, მაგრამ ისე გარეგნულად სუფთა. აქვეა ტორტები, 3 ივნისი დღევანდელია. მარწყვის შიგთავსით არის ეს ტორტები. აქ მაცივრებია ძირითადად, ხინკალია ჩაყინული. ნახეთ, ოღონ აბსოლუტურად არცეც არ ეწერია ვადა. ახალი როა, კარგი როა, მე თქვენ არ გედავებით და გასავალი ძალიან დიდია, მაგრამ ზოგი დღეს არის დამზადებული, ზოგი გუშინ არის. თქვენ მუშაობთ რუტინულად, ხო? რჩებათ, რომ დღეს ვერ მოვასწრებ, ძიმა აწერენ თარიღს, რომ ეს ვერ მოვასწრებ. კარგი, მაშინ აი ესეთი გაყინული, ახლა აი ნახეთ, აი ესეთი გაყინული ყოლმა არ მითხრათ, ეხლა რომ დამზადებული არის დღეს. ეს არა. ხო. ნამდვილად არა. როდის არის დამზადებული? ეს ზუსტად ერთი კვირა არა გასული. ერთი კვირის ტოლმას რატო არ აქვს ეტიკეტი? ამას ქვევით რო ჩაიტანენ და დააფასებენ, ხო იმ დღის ეტიკეტს დააკრავენ. თითოეულით ჩაგვაქვს, იმიტომ ბევრი არ კეთდება, არ მზადდება. ახალი კეთდება და მე არ გედავებით და მე არ ვამბობ, რომ თქვენ სულ საკეთებთ. აი, სწორად გამიგეთ. უბრალოდ კანონში პირდაპირ წერია, გამოვიდა პროდუქტი, დაათარიღეთ. მაცივრები ძალიან სუფთა და გაპრიალებულია და ანუ თქვენ სისუფთავეს რო იცავთ და რო ხედავთ, აი ეს მესმის. ნახეთ, 31.05-ში არის ეს ჩაყინული. პირველ 06-ში არის ეს ჩაყინული. პირველ 06-ში არის ეს ჩაყინული. მესმის. კი ბატონო, მისაღებია. გასწრაფელი და მოსასვენებელი ოთახია. აქეთ რა გვაქვს? აქეთ არის საპიფარეშო და დუში. კი ბატონო, სწორად არის გაკეთებული. თითოს თავიანთი კარადა აქვს და ესეც არის ყველაფერი მოწესრიგებული. ოღონ საიდან ამოდის თვითონ სტაფი? აქედან შემოდის, ხო, სტაფი? ჯერჯერობით აქედან, ანუ შემოვიდა ბინძური ფეხებით და ქუჩიდან მოსული შევიდა. იქამდე მე ბახილები ჩამაცვით, არა მაქვს პოტენზიას, სწორად მოიქეცით, შემოვიდა აქ და მერე გამოიცვალა ფეხი. აზრი დაიკარგა, მიხვდით? დროებით და გამოსწორდება. კი ბატონო, მისაღებია. აქვე არის კერძები, ყველა არის გადაფარებული სუფთა. აბა ვნახოთ, ვარგისიანობა არის 12 საათი და აწერია, როდის არის გამოშვებული. აი, დღევანდელია 3 ივნისი. ეტიკეტი აქვს. ნამდვილად მინდა აღვნიშნო, რომ სულ ფუსფუსებენ თანამშრომლები, არის სისუფთავე, აი დაფასოებულია ეს ბურღულეული, ვხედავ. უბრალოდ ყველას აქვს თავისი ეტიკეტი თვითონ სუპერმარკეტის და ამიტომ ცოტა გაუგებარია, როდინდელია ეს ყველაფერი. აი რა გითხრათ, აი დახლები, მოდით შევხედოთ დახლებს. ცარიელი დახლია, მაგრამ სუფთა. ნახეთ, როგორი მაცივრებია. აი სუფთა მაცივრებია ნამდვილად. მე მინდა შევაქო სუპერმარკეტი ვასკა, იმიტომ რომ სისუფთავის მხრივ მე ვფიქრობ, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან. თუ აქვთ რაიმე დარღვევები, რა თქმა უნდა, ალბათ გაითვალისწინებენ და მიიღებენ შენიშვნებს. აქ ხედავთ ჩვენ გუფთას, კოტლეტს, ნაგეტსებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ვერ ვხედავ ვადებს. ვადები არ არის. სუპერმარკეტი ვასკა. ჩვენ ვიცით ვასკას ხორცის მაღაზია, ბათუმში არის რამდენიმე ხორცის მაღაზია. საკმაოდ პოპულარული სავაჭრო წერტილია. არ ვიცოდით, რომ სუპერმარკეტი ვასკა და ამდენი სამქრო აქვთ ურეხში, ასევე ბათუმში. დღეს შევედით, ვნახეთ, საგულდაგულოდ დავათვალიერეთ და თქვენც მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ვართ ეხლა ვარშანიძის ქუჩაზე, ნომერ 160. ნუ ნამსხრები ფანტასტიკურად გამოიყურება, ძალიან ლამაზია და მოდით ვნახოთ, აქ მე ვიცი უკვე ვერაფერს ვერ ვიპოვი, იმიტომ რომ ზევით ვიყავი ასული და ზევით ნახევარ ფაბრიკატები უფრო დამაინტერესა და უფრო ვნახე. აჰა, იატაკიც გაპრიალებულია, მოუწმენდიათ გოგოს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ხო გააპრიალეთ, ხო დაასუფთავეთ, ჩემთვის უკვე მისაღებია. აი, სუფთა ყველაფერი აბსოლუტურად მომწონს. აქაც სუფთა ყველაფერი, ეს არის ლიფტი, რომელიც პირველ და მეორე სართულს ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ აი ეს აბლაბუდებს თუ მოხსნით, ძალიან დამავალებთ.
აი, ნახეთ, აბლაბუდები არ უნდა იყოს, იმედია თავზე არ დამეცემა ახლა. დღეს 3 რიცხვია, რამდენი აქვს შენახვის ვადა? მაგას როგორც გაყინულია, როგორც ასეთი ვიცით, 6-7 დღე, 10 დღე აქვს მინიმუმ. არა, როგორც ასეთი ვიცით, 6-7, 10 დღე აქვს შენახვის ვადა. კონკრეტულად 10 დღე. საიდან ასკვნით? რატო 6 არა და 7 არა? დაიწყეთ 6-7, 10 დღე. რამდენია? მიამი არ არის და უბრალოდ ბისკვიტია. აი ეს წვეთები საიდან რისგანაა დასმო? დაცვარულია და არ არის დაცვარული, აი საიდან დაესხა, იმიტომ რომ დაცვარული მაშინ ყველა უნდა იყოს. და აქ არის 1-2, აი ესენია დაცვარული, ნახეთ? აი ამას რაღაცა ეწვეთებოდა. ეს არის დაცვარული, მაშინ ყველა უნდა იყოს დაცვარული. აი, ძირითადად აი აქეთ ხარეს ესხმებოდა რაღაცა, ეს ახლა გადააკარით. კი ბატონო, გასაგებია მომხმარებელმა თვითონ განსაზღვროს. აქედან არა, აქედან არ ჩადის, აქედან არ არის კონდენსატი. ეს რა არის? პირველი 06. დღეს არის 3. ეს რა არის და რა გინდათ, რატო ინახავთ? რას აკეთებთ ამისგან? ჭაებს. მომსახურე პერსონალი. მომხმარებელი თუ მომსახურე პერსონალი? მომსახურე პერსონალი. მაშინ ვადას რატო არა წერთ და პერსონალი რატო არა წერია? პერსონალი ალბათ. დააწერეთ და ვადა არაფერს არ შეჭirdება, ამას ეს იმედია რომ სარეალიზაციო არ არის და ამისგან რამეს არ აკეთებ. დღეს არის 3 რიცხვი, 1 კვირა, აი ასეთ არ გადაკრულ მაწოს, როგორ აქვს შენახვის ვადა და როგორ დიდი კომპანიები, როგორ ინახავენ ამდენი პერიოდი ძალიან მაინტერესებს. 02 თქვენ თვითონ ნახეთ, ეხლა როგორ წაიკითხავთ ამას 0 არის ეს? ან თვითონ ანუ ცუდად აწერია. კი ბატონო, მაგრამ აი შეცდომაში ხო შეიძლება თქვენ შეხვიდეთ. გესმით რას ვამბობ? ეს გუშინდელი მაწონია და ეს 030626 აწერია. დღევანდელია. კი ბატონო, მაგრამ აი აქ 12-ად შეიძლება წაიკითხოთ, აი გულწრფელად მითხარი. აი ამას. ვერ წაიკითხავთ, კი? და მეც იმიტომ აი დავეჭვდი, ნახეთ ზუსტად, ამიტომ მოთხოვეთ, რომ ისე წაიკითხოთ, რომ მომხმარებელი კი და მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში, რომ მე არ ვიფიქრო, რომ თქვენ ვადაგასული პროდუქტით ამზადებთ იმას, რა ქვია, ნამცხრებს და ამისკენ წავედი, რომ ეს ასე ყოფილიყო. მიხდი? და ამ დროს არ იყო ვადაგასული და არ არის. მაგრამ აი მისი დაუდევრობის გამო, იმიტომ რომ უბრალოდ პატარა ეტიკეტია და ეკონომია გააკეთა და მომხმარებელი ვერ კითხულობს, აი ამიტომ შეცდომაში შეიძლება ყველა შენიშვნას, ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით გავითვალისწინებთ და შევასრულებთ პირდებით. აი იყო რაღაცები, რაც არ ვიცოდით ნამდვილად, იყო რაღაცები, რაც დღეურად ხდება ეს და არ არის ყოველდღიურობაში არ შედის. ნუ საბოლოო ჯამში მიხარია რომ მაინც ისე თუ ასე კმაყოფილები ხართ და რაც რეკომენდაციები მოგვიცით, აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველას. ქოფის ბაზრობას ვეწვიეთ, საკონდიტრო ციდა, ხალხმრავლობა და აი გარედან ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ ნახოთ რა ხდება შიგნით. დავიწყოთ კონდენსატით და აშკარად აი ნახეთ, აშკარად სუფთა არის, გაპრიალებული, რამდენი ხანი არსებობთ? ჩვენ 1 წელია. 1 წელი არსებობენ. ყავა ღმერთმა შეგარგოთ, გოგოებო, დალიეთ, უპრობლემოდ. ოღონ აი ნახეთ რა არ მიყვარს ხოლმე დაფა, რომელზეც ჭრით პროდუქტს და მაგიდის სტილო. სუნი ნახეთ. აი ყოველ საღამოს ირეცხება ქლორში. ყოველ საღამოს ქლორში ირეცხება, ესე იგი არაა საკმარისი და დღეში რამოდენიმეჯერ გამოცვალ. მით უმეტეს ესე რო არის ასეთი სუნი ძაფრი რო აქვს და იყოს თვითონ უშუალოდ აი მასთან დადებული, არ არის სწორი. კედლები წესრიგშია, ჭერი წესრიგშია, ოდნავ აი ცვენა იწყება და ეს უკვე შეიძლება კრიტიკულად გადაიქცეს. თუ სასწრაფოდ არ შეაკეთებენ, 3 რიცხვში დამზადებული კოტლეტი 3 დღეს არის, ხო? ხო. აი ხა მითხართ ეს კოტლეტი დღევანდელია? არა, არა, ხალბატონო. იმდენად კონდენსატია, აი ამასაც კი აქ დასხმული, აი ნახეთ. ეს დღევანდელი არ არის. გამორიცხულია. მაშინ ცხელი გაქვს შენახული. ცხელია შენახული, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონდენსატია. ეს როდინდელია? დილას ახლა გამოვიდა, იქნება 2 საათი გასული. ბურგერები გავიტანეთ და იმისა. კი ბატონო. და 2 საათში აი ესე ზედა და ქვედა ნაწილმა ფერი შეიცვალა. ესეც მეეჭვება, მაგრამ კარგით მივიღებ, იმიტომ რომ ვადა არა აქვს, კარგით. ეს ახალია, ამას ეთყობა, იმიტომ რომ აი ნახეთ, თბილია და სულ ახალია. 306 და ეს ზეხვი ხა. გოგუებო,
მითხარით, 3-შია დამზადებული? არა. აი როგორ გავიგო, როდის არის დამზადებული? და სანამ დიახ შენახვისვა და მივხვდი, რომ თქვენ ვადებს აწერთ, როცა დაჭერით, ხო, მაგრამ აი ეხლა მე ვიყავი თქვენზე ცოტა ადრე ვიყავი სხვა ობიექტზე და იყო ესეთი ფაქტი, როდესაც დღეს მოვიტანე პროდუქტი და 11 დღის ვადაგასული იყო პროდუქტი. აი ამ შემთხვევაში თავი როგორ დავუცვათ? როდისაა დამზადებული, აი როგორ გავიგო? ვერ გავიგებთ, ხო? ფარიელი კონტეინერი რას ნიშნავს? მე გამოვცალე და უნდა წამერო გასარიცხა. გასარეცხა, წაგეღოთ და შედევით მაცივარში არა ძირფასო. თქვენ ამაში სხვა პროდუქტი უნდა ჩაგეწყოთ. წაიღეთ აქედან. მაშინ მაცივარში რა უნდა? თქვენ რას აკეთებთ, იცით? თქვენ აკეთებთ იმას, რომ აბსოლუტურად ყოველ დღე აბსოლუტურად ახალ ეტიკეტებს აკრავთ პროდუქციას. ამას აკეთებთ თქვენ. აი, აქაც ნახეთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის 3 რიცხვით დათარიღებული. რასაც მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები. აი, არ შეიძლება ყველაფერი აბსოლუტურად იყოს 3 რიცხვით დათარიღებული. აი, რაღაცა მაინც ხო უნდა არსებობდეს. მინდა დავათვალიერო პროდუქცია, პური, ღვეზელი, ჰამბურგერი. რა მაინტერესებს, ინგრედიენტების აღწერა არის, არ არის ვადა. ვადები არა აქვს? ვადები. ჭადები არა. ჭადებიო. სად არის მე ახალი? ხო. კაი, სტიკერები ამას არ აქვს, მაგრამ აი აქ არის 3 ივნისის სტიკერი, არის, ორცხობილაზე არის ნამდვილად. აი ამ ნამცხვარზეც არის, ეგრეთ წოდებული სიგარეტი, ქადაზეც არის. მოკლედ ზოგიერთზე არის, ზოგზე არა. ოიმე რა ხდება აქ, რამდენი ხალხია? ეს რატო სადილის დროა თუ რატო ამდენი ხალხია? სულ 100-ია. ეს იგი ჰოფას მომხმარებლები მოდიან თქვენთან. ხელსახოცები არის, ერჯერადი ცელოფანები, აქ უკვე რაღაცა პროდუქცია დამთავრდა, მაგრამ აქ 3 ივნის ნამდვილად ხედავთ ეტიკეტებს. ეს არის ნამცხრების სტანდარტული ასორტიმენტი, აი რატომღაც აი ესეთი ნამცხრები, მედოკი, იდეალი, შავი ბარხატი, ოპიუმი, ყველგან ხვდება. ყველა ქართულ საკონდიტროს აქვს ეს ნამცხრების სახეობა. რაღაცა ალბათ ეს გამორჩეულად უყვართ ქართველებს, ალბათ ესეთი ნამცხვარი, არ ვიცი რატოა ყველგან. ნახეთ რამხელა ნაჭრებია, საკმაოდ დიდი. არის ერჯერადი ჭურჭელი, აგერ ხედავთ და აი ეს არის ასორტიმენტი. ყველა საწერია 3 ივნისი. ნახეთ როგორი კარტოფილია, ხო, კარტოფილის პიურე. რა გითხრათ? ერთი შეხედვით ყველაფერი სუფთა. თქვენ თუ მოგწონთ აქაური? კი, ძალიან. გემრიელია. ძალიან კარგი. თავარია რომ მომხმარებელი არის კმაყოფილი და უკვე სახალხო კონტროლის ვიზიტის შემდეგ ალბათ ნდობა ამ ობიექტის სადმიც გაიზრდება. ეს არის ჰოფას ბაზრობა, საკონდიტრო საცხობი ციდა.